ხანზაშვილი ერთადერთი პრეცედენტი დაუშვეს, რომელთან საპროცესო შეგებაც გამიგებაც არ ისურვეს გასაგები მიზეზის გამო. იმედია ეს შესაძლებელია, ის მოდელი შეიძლება პროცედურა დაიწყოს და ძალიან დამიქნება, რომ რამე ზედით კანონის პარლამენტში მოახერხონდა ეს ადამიანის ციხიდან გაათვალისწინო. ჩვენი მხრიდან პირადად ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ შექმნათ პრეცედენტი კონკრეტული ხელისუფლება ჩვენ როგორც ოპოზიცია ძალიან მოგესურვებოდა და ჩვენ ყველაფერს უპასუხებთ გისურვებთ მათ შეეცდები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისურვებთ და ასეთ შემთხვევაში არ დავუშვებთ შევიდა სასამართლოს საჭიროს იმ სასამართლოზე, რომელსაც სამსახურია კურსში და როტაციის სამართლოს ესეულებს ისე მაგალითად გამოყენდა რეგისტრ საჭი ყველაფერია აუცილებლად შევიდა საჭიროს სასამართლოში ერთ-ერთ სასამართლოზე, რომელსაც უამრავი აბსოლუტურად უსამართლოა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს ეკვლევა საშუალებას ახლა გააჩნია სიმართლეა რეგულირებული მაშინ რომ განმეორებული სამართლო ჩაიდინა და აუცილებლად პირველად ერთადერთ საჭიროს რასაც საქართველოს ვაცხადებ მოსამართლესთან ვაპირებთ საქართველოში პრეცედენტი შეიქმნას ამისაც და მხოლოდ ამისთვის და არ იმიტომ რომ შემიძლია სრული დამაჩნია მაგრამ უხეშად და ძალიან მოიკავებია განახორციელა მოსახლეობა Which language should I speak? English, I don't speak English. Он не работает. Евгений Альбац, Ньютон. Спасибо большое. Господин Ильич, во-первых, мои поздравления с такой победой. Спасибо. Мы вчера видели, слышали это на улице в Тбилиси. Теперь вопрос следующий. Вы вчера сказали, что вместе с единым национальным движением вы готовы идти в НАТО. Вы также говорили раньше, что вы хотите наладить нормальные отношения с Россией. Россия категорически против вступления Грузии в НАТО. И, собственно, одна из причин августовской войны 2008 года было именно это стремление Грузии в НАТО. Как вы собираетесь решать эту проблему? Спасибо. 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 Позвольте, я все-таки на другой стороне. У меня вообще акцентирую в этом на русском языке. Спасибо. Рахмонда, если кто сразу давайте. Араматор, национальный программ, как автомобиль, так мы говорим. Это стратегия, стратегия. Это стратегия Европа, это стратегия НАТО, это стратегия, это стратегия Азии. А то, что фокус стратегия, это регулируется, это как мы считаем автомобиль информация. Შეიძლება მოგდიულობთ ესეთია. და შეიძლება რომ მასთან ერთად თქვენი სტრატეგია არის ესეთი, ამასთან ერთად როგორც პირველადებულება და დიდი სურვილი რომ
ეს ყველაზე დიდ მოგებებთან დავალაგოთ ურთიერთობას. მესმის ეს ნამდვილად კარგად ვაცნობიერებს, ეს არ არის ციური და არ არის მარტივი. Lera karge taktiki imაში რომ ეს ომი ნატო იყო მხოლოდ პროვოკაცია სააკაშვილის მხრიდან რომ ყოფილიყო სულვიგი რუსეთს უფრო ადრე ქონდა ამის დაცმავდნენ როდესაც ჩემი ოპონენტები ამბობდნენ რომ ორი წელი ემზადებოდა თუ სამი წელი ემზადებოდა რუსეთი ამისთვის ამათი რომ რუსეთი საუბრელი ემზადებოდა რომ კავკასიის ისეთ გადმოსულიყო და მაშინ თქვათ ნესესიტი პარტია მაგრამ პროვოკაცია Caizero sono che rispondono dai causatori che devono mara, ruseti per una capacità, possono dei trasmostra. La città, avanzano che di qua, tantos rusetani per todas. Nel tuo tu mi chiama, mara scelgono. Per piccolo prom, ruseti esposizione, saccatos nada stanno rappresentando la città. Calenta visione da carno, saccato Arcitecturi, naționii se ucriale de rusă sau menată oficială, ai menată oficială, dar abraze de care zianeta, am zapeta. Primesc rom geopoliticul, tu se pusese ara este saideros. Avem altul rom, este acesti principuri, să că tu se pusese. La nis, asta cauza pe la primit, asta catorul la deșe. Political rom, story, diplomatie, story analist. Story doi. Political rom, შეიძლება რუსეთის განსხვავება რომ ეს არის უძველესი რეალურად რუსეთს არ არის გასაფრთხილება ეს არ უნდა იყოს პრინციპი რუსეთის ამავდროულად გადაფორმირება რომ აბეს შემოეკონები ძალიან ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას თვითონ რუსეთი თვითონ ამერიკა პროცესები ვითარდება რაღაც დიალექტიკაში განხილება თულია მაგრამ რეალურად შეუძლებელია მაგალითად შეიძლება გამოდგეს პარტიის პირისპირობით შემოსული Rusეთის კალენდარში პოზიცია მართლაც მართლაც ნატოში შესვლა და ალაგეს ამოდოვრა რუსეთთან ურთიერთობა. თუმცა მესის მაგრამ არა შეიძლება. ეს ყველაფერს გამოგეთქვას ყველაფერს. Deborah Deutsche Welle. You legally right now, as the law is right now, you cannot become prime minister. It's unlikely that the coalition will win 4/5 of parliament. At least it doesn't look like it. So legally right now, there's no provision for you to become the next prime minister. Which role do you envision for yourself with this new parliament? According to the lawyers I've asked, you can be elected to a public office, but the prime minister would be appointed by president or the parliament. So please speak in my
ახალი კონსტიტუცია პარლამენტში ამტკიცეს პარლამენტში Thank you.
მაშინ ისე დაიწყებოდეს ამ პროექტში ჩვენი მართულება ნატო ჩვენ აუცილებლად უნდა ავადგინოთ ჩვენი ტერიტორიული და ესეთი სტრატეგია არაფრის ხარჯი ჩვენ არ შევწყვეტს Меня зовут Олеся Ватанян, я работаю для Радио Свобода. Знаете, если можно, я по-русски вам задам вопрос. Представители Кремля и Белого дома, и, может быть, даже посредники, так как вы уже представитель нового правительства. И я бы хотела вас спросить очень конкретно, сколько стратегических партнеров должно быть в Грузии? Один или все-таки два? Не-не-не. Может быть, с вами уже связывались кто-нибудь с российской стороны и с американской? Не было никакого звонка, не было никакой связи, не было. Только про Саакашвили, даже когда назад, когда его стали связаны. Саакашвили великого и геополитику в этом машине, это Саакашвили, это дальше. Regionalul mătămășirea, înveștirea șansa văzutului, regionalul politica, asigurării politica mășor. Strategul partneri, atrás para nossa evolução vai. Agora tudo que vai ao de strategia, como será? Foi histórico de político, foi mensagem. Olha o que ele disse, mas o que ele está dizendo para nós, a nós pessoas que no Brasil não se vê, está tudo muito, está tudo muito, está isso. Tudo muito a contar, mas eu não vou muito, eu não vou muito. Tudo muito a contar, isso não dá muito, eu não vou. Quando a gente sai que isso sabe. Esse lado, que dá, os políticos do governo vai chegar, o que o que vai vir lá, vai saltar o muito. Isso é o grande problema. Está na teoria, como você fala no macro. Isso é só material de saúde hoje. Isso é para toda vez que chega no Hoje, é para que essa família lá, para que essa mulher toda, a iniciativa que chegou agora é publicada. Chegou agora, sai do seu próprio cachorro, para que os dias de trabalho da mulher do mundo, isso é uma cidade. Saca tudo sabe. O único que eu vou saber se vai ser o mundo, porque não é mais salário da vida. A mãe do mundo da coisa de coisas resultam no máximo do resultado mas é que o resultado é tudo sabe que vai ter uma relação a América tudo se comunica tem uma boa relação com os casos aí sai isso Кстати, а можно я расскажу просто насчет американской стороны? Если можно, американской стороны вы встречались сегодня с представителями Конгресса. Я встречался с представителями. Ваши представители, да? Я встречался тоже. Контакт или они, может быть, с медиацией занимались между вами и правящей партией? Вот что это было? Понятно, сейчас я понял.
ოპერაციებს არ წაიგეთ, თქვენ პროგრამა წაიგეთ? ის პოლიცი გულის ოპერაციები შედის, შუა პოლიცი? გაზრდილია, მაგრამ გულის ოპერაციები ეჯიბრებარი, რა შედიოდეს? ძალიან კარგი და რთული შეკითხვაა საერთაშორის. ძალიან მაღელვებს როგორი ბიუჯეტი დახვდება ჩვენ. მე რამდენჯერმე ჩემს გამოსვლებში მოუწოდე მათ რომ პროგრამებით კი არ დაეწყოთ სპეკულაცია, რასაც როგორც ოპოზიციური პარტია 9 წელიწადია ხელისუფლებაში არიან და პროგრამები ცდილობდნენ მოეხიბლათ, ახალი პროგრამები ცდილობდნენ მოეხიბლათ მოსახლეობა. თუმცა რამდენჯერმე ვთხოვე რომ თქვენთვის საამაყო უნდა იყოს 2013 წლის ბიუჯეტი და რამდენჯერმე გამოვედი და დაჟინებით ვთხოვდი რომ თქვენ უკვე ვალდებული ხართ და კეთილინებად გამოაქვეყნეთ ბიუჯეტი. თუ გინდ მათი ქცევიდანაც კარგად ჩანს რომ ბიუჯეტი ვერ იქნება მოსაწონი და მოსაწონს არ დავეძებთ, ნუ იქნება კატასტროფული. მე როდესაც და ჩვენ კოალიცია როდესაც ასეთ განცხადებებს და დაპირებებს ვაკეთებდით, არც მაშინ არ ქონია დიდი განცდა და ეიფორია იმის რომ ბიუჯეტი დახვდებოდა ძალიან კარგი. მე მაქვს სათადარი გოსვლები და მქონდა მხედველობაში ვთქვათ. და არასდროს არ მიკადრებია, არასდროს არ მიკადრებია მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკაში ვიყავი და არასდროს არ განმიცხადებია რომ ამას საკუთარი კაპიტალით გავაკეთებ, თუ ბიუჯეტში ფული არ დახვდება. დღეს შემიძლია რაღაც კითხვა დამეშვით რომ მათ რიცხვში მე მხედველობაში მაქვს, მაგრამ ამას მოვახერხებ კანონიერი გზით და ამას არ ექნება ის დატვირთვა რომ ხელისუფლებაში ვარ და ამავდროულად რაღაც ქთამისახი ან რაღაც ამის გარსი ამას ექნება. თუმცა სასურველია რომ ყველაფერი ეს მოხდეს ბიუჯეტიდან. და ძალიან კარგი იქნებოდა. მილიარდიანი პროდის მათ რიცხვში ორი მქონდა მხედველობაში, ერთის და მეორეს სოფლის მეურნეობას და კიდევ განათლებაზე იყო საუბარი. უკაცრავად, თუ შეიძლება რიგი გვაქვს. The international community has often commended Georgia for the economic and political reforms that it has embarked on. Do you acknowledge that your predecessor, the previous government, did conduct reasonable reforms here, and do you intend to continue on that programme of reform, or retrench them, as some people are concerned your government will do? Okay. ჩვენი ხელისუფლება იყო სპეციალისტი, ძალიან კარგი სპეციალისტი სააკაშვილის მეთაურობით, ფორმალურად, ფასადურად შეექმნათ
ხედულობა იმის, რომ აკეთებენ რეფორმას, ჭეშმარიტად მე ვფიქრობ, რომ მათ არც ერთი რეფორმა, ორი რეფორმა გამოვიდათ, მათ მხოლოდ ისეთ შემთხვევით რეფორმების უამრავი რიცხვი, რაც მათ გააკეთეს, იყო შოკის მომგვრელი საქართველოს მოსახლეობისთვის და დამანგრეველი იმ დარგისთვის, რომელ დარგშიც ესენი რეფორმას აკეთებდნენ. ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს უამრავი, გაანადგურეს მეცნიერება მთლიანად, განათლება თუგნებად, ეკონომიკის ყველა დარგი დანგრეულია და განადგურებულია. მათი რეფორმები, ორატორი რეფორმა და უამრავი სხვა, რაც გააკეთეს, მათ არ იციან რა არის რეფორმა, მათ არ იციან რა არის მენეჯმენტი რეალურად და საშინელ დროში ჩააგდეს საქართველოს ეკონომიკა. მათ გამოვიდათ ორატორი რეფორმა შემთხვევით სიტყვა უნდა ვიხმარო, იმიტომ რომ 50-დან რომ 2 გახდება კარგი, ეს უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის შემთხვევითი და თანაც მეორე საბუთიც მაქვს იმის, რომ ეს შემთხვევითაა, რამდენადაც ის 2 კარგად გამოსული რეფორმაც საბოლოო ჯამში წყალს გაატანეს. მაქვს ხედულობაში ეს 2 რეფორმა პატრული, პირველი პატრულის რეფორმა, რამდენიმე წელიწადში, 4-5 წელიწადში, 2004-2005 წელიწადში 10,000-ობით პოლიციელმა უარი თქვა კორუფციაზე. ეს იყო ძალიან წარმატებული რეფორმა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ როდესაც დაჭირდათ და ბოლო წლებში თქვენ კარგად იცით, რომ პოლიცია მთლიანად პოლიტიზირებული გახადეს და ის საუკეთესო რეფორმა, რაც ეს იყო საუკეთესო, რაც მათ გამოვიდათ, შესაბამისად, ესეც მეორე მაგალითი ის, რომ მათ ეს დაანგრიეს, რამდენიმე წელიწადი, 2-3 წელიწადი ამან იმუშავა და შემდგომ გააუბედურეს ესეც იმის საბუთია, რომ ეს შემთხვევით გამოვიდათ. მეორე შემთხვევითი რეფორმა გახლდათ მისაღები გამოცდები, ეროვნული გამოცდები, რომელიც ძალიან წარმატებული იყო და ის სირცხული, რაც საქართველოს ისტორიაში მუდამ რომ დადგებოდა აგვისტო და ქართველები სულ ეძებდნენ რეპეტიტორებს და ეძებდნენ მისთვის გადაეხადათ რთული, რომ უმაღლეს სასწავლებელში მოწყობილებდნენ. ეროვნული გამოცდები იყო ძალიან ეფექტური, ძალიან კარგი რეფორმა. ორივეს ეროვნულ გამოცდებსაც და პოლიციის რეფორმასაც, პატრულის რეფორმას მე პირველი დღიდან, რაც პოლიტიკური განცხადება გავაკეთე, ვიყენებდი უცხოელ ჟურნალისტებთან სასაუბროდ, როდესაც მეკითხებოდნენ, რომ რამდენად კულტურული ხალხია ქართველები, საქართველოს მოსახლეობა, რამდენად ახლოს არიან ევროპასთან, საერთოდ თქვენ მიისწრაფით, რამდენად ეს მოსახერხებელია. მე ეს ორი მაგალითი მოყავდა მუდამ, რომ 10,000-ობით პოლიციელმა ერთი წლის განმავლობაში უარი თქვა კორუფციაზე. ეს არ არის დიდი მენეჯმენტი ხელისუფლების მხრიდან, მეთვლი, ის იყო მათი შემთხვევით გამოვიდათ, მაგრამ ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ სწორ კანონს მიცემ, სწორ გზას მიცემ საქართველოს მოსახლეობას, ეს მისი კულტურის დამსახურებაა, როგორ სწრაფადგებულებენ და როგორ კარგად ემორჩილებიან კარგ რეფორმას და კარგ კანონს. იგივე მოხდა ეროვნული გამოცდების შემთხვევაში და იქაც, რომ იცოდეთ, ის ვინც გაატარა ეს ეროვნული გამოცდები, იმ ჯგუფმა, ვინც ეს გააკეთა, პრაქტიკულად ყველამ დატოვა და ის ამ მიღწევასაც პრაქტიკულად დიდი პრობლემები შეექმნა და ჩათვალეთ, რომ ესეც აღარ მუშაობს ამ ხელისუფლების. სხვა რეფორმები ეს ანეკდოტურია და ანეკდოტი შეიძლება დავარქვათ სააკაშვილის რეფორმებს, ამ ხელისუფლების რეფორმებს, ხოლო ანეკდოტურად შეიძლება მოიხსენიო, როდესაც გამოდიან ამბობენ, რომ ჩვენ მალე ექსპორტი დავიწყეთ ჩვენი რეფორმების, ევროპელები რიგში დგანან, რომ სააკაშვილის ხელისუფლების რეფორმები იყიდონ და ფული გადაიხადონ და ესე შემდგომ. ეს ანეკდოტურია, არავითარი რეფორმები ამათ არ გავუკეთებიათ, არავითარი რეფორმატორები ესენი არ გახლავთ, ესენი არიან ფასადურად აკეთებდნენ ამას ყველაფერს და არც ერთი არაფერი არ მუშაობს. აი ერთ-ერთი რეფორმა მაგათი მოგახსენებთ, რაც ყველაზე მეტად ამაყობენ, რომ ერთ დღეში შეიძლება ერთი დღის განმავლობაში საჯარო რეესტრი შეიძლება გახსნათ და დაარეგისტრიროთ ახალი ორგანიზაცია, ახალი ფირმა. კი ბატონო, შესაძლებელია. თუ მათ სხვა ინტერესი არ აქვს. ჩემ შემთხვევაში მე ვერი მაგალითი მაქვს, რომ არც ერთი დღე, არც 3 თვე არც დაგვირეგისტრირეს და არც გადაგვირეგისტრირეს, მაგრამ ვერ შეეძლოს მართლაც შესაძლებელია ერთ დღეში, მაგრამ როგორც კი დააფუძნებ, თუ იქ კვამლი ამოვიდა და ნახეს, რომ რაღაც მუშაობს, უძუჩი მოგადგებიან და მან წარდება ყველაფერი. აქ არავის არაფრის გახსნა აღარ აინტერესებს დიდი ხანია, რამდენადაც მთელი ბიზნესი იმართება გენერალური პროკურორის მიერ, ის ახორციელებს მონიტორინგს, მონოპოლიზირებულია მთელი ეკონომიკა და კადრალური შეთანხმებებით იმართება, შესაბამისად, აქ არავითარი ინვესტიცია არ შემოდის, უზღაპრებია ეს ყველაფერი, არც არაფერი არ ვითარდება, ერთი ჯგუფი აკონტროლებს მთელ ბიზნესს თავიდან ბოლომდე. ეს არის ის, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთოდ
ნებისმიერ ეკონომიკურ კანონთან და ეკონომიკურ განვითარებასთან. შესაბამისად, ამ კანონებით კიდევ ახერხებენ და ევროპელებს კიდევ ვიღაცა ჯერა მაგათი პრინციპში ვინც კარგად არის ის აქ რაც ხდება, თუმცა საქართველოში და შეგნით უკვე ეს ანეკდოტურია და სასაცილოა, როდესაც რეფორმატორად მოიხსენიებენ ესენი. ამათმა რეფორმებმა დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს ყველა მიმართულება საქართველოში. აქ არის თუ შეიძლება მიკროფონი. დაასახელეთ რა თქვენი მედია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გახი იქნება პარლამენტის თავმჯდომარე და ვერც იმას ვერ გეტყვით, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე. ცოტა მოგვიანებით ამას ყველაფერს გაიგებთ, როდესაც ჩვენ ჯერ შიგნით გუნდში ყველაფერს დავაწყებთ და დავალაგებთ. თუ შეიძლება გამოართოთ. არა, თქვენზე არის. აი, ეს ორი ჟურნალისტი და მე თქვენ. Dan Levin from the Irish Times. This looked like a battle, quite a personal battle between you and Mr. Saakashvili. You won, he lost. Does this mean he has now lost his authority and consider resigning? Secondly, last night, Mr. Saakashvili said that he was convinced that his party would still win once all the votes were counted today. And you also said before the election that you didn't really think it was in his character to peacefully just walk away from power. Do you think overnight he took this decision on his own, or did he have to be persuaded by international powers, the EU, the US, to accept defeat and leave quietly? გუშინ როდესაც ჩვენ განაცხადეთ, რომ მოვიგეთ არჩევნები, ჩვენ მქონდა საფუძველი ამის. მე განსხვავებით სააკაშვილისგან, ჩვენ დავახდენით ეგზიტ პოლებს და მე არ მithქვას, რომ საბოლოო შედეგები მივიღეთ. როდესაც მე განცხადება გავაკეთე, აუცილებლად ხაზი გავუსვი, რომ ეს არის წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით, ეს არის ეგზიტ პოლზე დაყრდნობით, ეგზიტ პოლის ორ შედეგებზე დაყრდნობით და სამზე თუ გნებავთ ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა კომპანიებმა ჩვენი გამარჯვება აღიარა. მე აბსოლუტურად საფუძველი მქონდა იმისა, რომ გამეკეთებია ესეთი განცხადება. საპირისპიროდ სააკაშვილისგან. როდესაც სააკაშვილმა და მისმა პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ პროპორციულში წავაგეთ, მაგრამ ჩვენ ვიგებთ მაჟორიტარებში, მათ მხოლოდ თქვეს, რომ ჩვენი ინფორმაციით არაფერზე დაყრდნობით გააკეთეს ეს განცხადება და რა თქმა უნდა ცრუებდნენ და სიცრუე მათი ოსტატობაა და მათი პროფესიაა და ნახეთ, რომ მაჟორიტარებსაც ჩვენ დიდი უპირატესობით ვიგებთ რეალურად, ამათ მხოლოდ ადგენდა განცხადება გააკეთეს, რომ გუნდი შეენარჩუნებინათ მხოლოდ და ისევ საზოგადოება დაეძაბათ და ეს იყო და ეს. მე ვთვლი, რომ ჩვენი ბრძოლა, თუ ამას ბრძოლას დავარქვათ, პოლიტიკური ბრძოლა, რომ ჩემი პირადად სააკაშვილისადმი იყო, ან ანგარიშგება ამ პირადი ინტერესი. თუმცა მე მუდამ სააკაშვილს ვასახელებდი ძირითად მიზეზად იმისაც, რაც ხდებოდა საქართველოში და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ ზუსტად ამ კაცის იდეოლოგიამ დააფუძნა საქართველოში სიცრუე, ძალადობა და თუ გნებავთ, წამებაც ის რაც ნახეთ თქვენ ტელევიზიების საშუალებით, რაც ხდებოდა ქართულ ციხეებში, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად რომ მისი იდეოლოგიის შედეგია ეს. მან მოაგროვა ეს გუნდი, ესეთი შემსრულებლები, რომ არსებობდნენ ციხეებში, ზუსტად რომ მისი იდეოლოგიის შედეგია, ეს ძალადობაც რაც ხორციელდებოდა საქართველოს მოსახლეობაზე, ზუსტად რომ მისი იდეოლოგიის შედეგია, ის სიცრუეც, რაც სამარცხვინოდ ქართულ მედიაში არსებობდა დღეს ის, რომ 90%-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტების ტვინის გამორეცხვასა და სიცრუეზე იყვნენ დაფუძნებული და მუშაობდნენ, ესეც მისი იდეოლოგიის შედეგია. და მე არ მქონდა აქ არაფერი პირადული და არ გამაჩნია არც დღეს არავითარი პირადული, გარდა იმისა, რომ მე რეალურად ესე ვთვლიდი და ვთვლი დღესაც, რომ ეს მის მიერ დაფუძნებული იდეოლოგია და მის ხასიათზე მორგებულია ეს ყველაფერი და მხოლოდ ამიტომ. და გაგრძელება კიდევ ხოდა? ვინმე დაეხმარა ხო, რაც შეეხება სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებაში დავეხმარე მე და ჩვენი გუნდი, რამდენადაც ჩვენ ძალიან სწორად ვაწარმოეთ ჩვენი კამპანია და მე ვფიქრობ, რომ მე ძალიან ფაქიზად ვეკიდებოდი ნებისმიერ გადაწყვეტილებას და მე ვფიქრობ, რომ მე ძალიან კარგი ანალიტიკოსი პირადად თუ გნებავთ და თუ გნებავთ გარედან და ხშირად გამიცხადები ადრეც მახსოვს და მე დამოგვიგდი ამ ამერიკის ახალ ესთან და მასაც უთხარი, რომ ოდესღაც თუ მოვიცლით გაჩვენებთ მეთქი რამდენიმე მაგალითს, როგორ აქედან მართავდი სააკაშვილს.
და ამაში არის ბევრი სიმართლე და ბევრი მაგალითი მაქვს მე ვიცი მის კარგად ხასიათი და ძალიან ბევრი განცხადებებს და ქმედებებს ვაკეთებ ისეც აქედან რომ იქიცვლიდა ის იმპოზიციას და რეგულობდა რაც საჭირო იყო და ამ შემთხვევაშიც მე ვფიქრობ რომ ცოტა ტრაბახი არ გამომივიდეს მე ვფიქრობ რომ ძალიან ყველაზე დიდი წვლილი ამაში მე პირადად მიმიძღვის ჩვენს გუნდს და შემდგომ რა თქმა უნდა ძალიან კარგი როლი ითამაშეს საერთაშორისო თანამეგობრობის მონიტორებმა, წევრებმა, ამერიკელებმა თუ ევროპელებმა ის რასაც მე უნდა ვაცხადებდი რომ მათ ჰქონდათ ძალიან პრინციპული პოზიცია, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობდით მათთან და ძალიან კარგი მზაობა ჰქონდა, ძალიან კარგი სისტემა შევქმნით იმ გაყალბების სისტემის წინააღმდეგ, რაზეც ძირითადად ესენი ოცნებობდნენ და ერთადერთი მათ იმედი რისაც ჰქონდათ ამ არჩევნებში იყო მხოლოდ ძალადობა და გაყალბება მე მოვახერხეთ ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ რომ ჩვენ ძალიან კარგი სისტემა დაუპირისპირეთ მას და ძალიან კარგად ვიმუშავეთ მათ რიცხვში საერთაშორისო თანამეგობრობის დამკვირვებლებთან და მე შემიძლია დღეს მადლიერებით მოიხსენიო ხელმძღვანელების და თვითონ ჯგუფის წარმომადგენლებთანაც ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და მათ გააკეთეთ ძალიან კარგი პრევენცია ჩვენთან ერთად და ძალიან ბევრი გაფრთხილებები ჰქონდათ ხელისუფლებასთან და სააკაშვილთან საუბარში რომ არ შეეგუებიან მძიმე დარღვევებს და არ მოაწერენ ხელს ძალიან მძიმე დარღვევებს და არ გაუправებენ თუ გნებავთ, არ გაუმართლებენ ესეთ არჩევნებს და აი ამან კომპლექსურად ყველაფერმა იმუშავა სააკაშვილმა ნახა რომ არაფერი არ გამოზდის და სხვათა შორის ის მადლიერი უნდა იყოს ჩვენი გუნდისაც და ამ დამკვირვებლებისაც რომ საბოლოოდ მას არ ქონდა სხვა გზა არც ერთნაირი და მან ბოლო კრიტიკულ მომენტში მოახერხა და პატარა ნაწილი, რასაც გუშინ მე ვისურვებდი და დღეს ეს მოახერხა მან ნაწილობრივ შეინარჩუნა სახე და რაც თავარია ჩვენს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს შეუნარჩუნდა სახე დემოკრატიული ქვეყნის და ძალიან კარგი პრეცედენტი შეიქმნა მისი ამ განცხადებით. ეკა. აგენტებია? ბატონებიძინათ, თქვენ ვერ საუბრობთ წინასაარჩევნო პერიოდში, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი თანამდებობა ეს არის მეგობრებოდი საპენსიო თანამდებობა. თქვენ თუ აპირებთ ახალი კონსტიტუციის ძალაში შეხვამდე ან თანამდებობაზე ყოფნას, ხო რა ვინ არის თათადარიგო კადრი და გარდა ამისა მინდა გითხრათ ლაზიკასთან დაკავშირებით. ამ ხალხზე ბევრი შეკითხვა ისმის, აპირებთ თუ არა ამ ხალხს გადახედოთ კონსტიტუციაში. თქვენ უკვე მოგეტყოდათ რომ ხუმრობის ხასიათზე მოხვედით, კარგია პრინციპში გამარჯვების შემდგომ. ლაზიკა ეს ძველი ქართული სახელი მეგრელების სათაყვანო ამ კაცმა სასაცილოდ გახადა. სხვათა შორის ლაზიკას რაც შეეხება, ეს ყველაზე დიდი ანეკდოტია ის, რასაც სააკაშვილი ყვება და ყველაზე სასაცილოდ გახადა ეს ჩვენი ისტორიული სახელი. რა ვის უნდა ეს ქალაქი ჯერ რით უნდა აშენდეს? მე რატომ უნდა აშენდეს ამ ჭაობზე? მე ვისთვის უნდა აშენდეს? დაცლილია ნახევარი საქართველო უამრავი კორპუსები царიელია. ვის სჭირდება, ვის უნდა და რას უნდა, რა თქმა უნდა. არც სახსრები ამის არ ჩანს, არც ის ადგილი არა აგაზომილი. არც საჭიროება ამის არ არსებობს. ეს არის ტიპიური მაგალითი სააკაშვილის ტრიუკების. და სირცხულია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა მას ესეთი მდარი ჭკუის გონია და ასეთ შეურაცხყოფას აყენებდა, რომ ესეთ სისულელეებს უკაცრავად ავრცელებდა და მინდა ის ამავდროულად ის აშენებდა ტანკ ლაზიკას, ბრონეტრანსპორტიულ ლაზიკას. ისიც განაცხადა, რომ რუსებმა მოპარეს მას ტანკ ლაზიკას პროექტი და თვითონ აკეთებენ. ესეთი ანეკდოტურია ეს კაცი. ახლა როგორ წარმოგიდგენია თქვენ ტანკი და ბრონეტრანსპორტიორი, ნუ ქალაქს თავი დავანებოთ თქვა. კილომეტრებზე უნდა იყოს გადაჭიმული ქარხანა, მანქანათმშენებლობის, რომ ტანკის წარმოება შეძლო და ბრონეტრანსპორტიორის. ჩვენ ჩანასახიც არ აქვს ამის. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ანეკდოტურია მხოლოდ და არც მეტი და არც ნაკლები. კიდევ თქვენ დაამატეთ? ხო, ტრამპის პროექტის ტრამპს არაფერი ინვესტიცია არ გაუკეთებია საქართველოში, თქვენ შენერვათ იცით. გამოიყენეს, თქვა ორიონ კარგი ტრიუკი გააკეთეს, იმას აინტერესებდა რაღაც ფული გადაუხადეს ტრამპს. სააკაშვილი კიდევ როგორც ოსტატი სიცრუის გამოიყენა და მე არ ვიცი რა პროექტია საუბარი, მე მას სერიოზულად არც მეყურებია და არც მაინტერესებს სხვათა შორის და ჩვენ შევხედავთ და თანმიმდევრულად განმავითარებთ და დავიწყებთ შენებლობას საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს ეკონომიკის და ამ ზღაპრებზე დაფუძნებით, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ და ამ ანეკდოტებს ჩვენ ყურადღებას სერიოზულად არ ვაქცევთ. პარლამენტი ქუთაისში რაც შეეხება, როგორც ჩანს, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ ყველაზე ცოტა ვალდებულება ამის კანონში ჩაწერეს და ყველა გზა გადაჭრეს და ჩვენ ვისარგებლეთ, რა თქმა უნდა, კანონს ვექვემდებარებით ყოველთვის, როგორც ვიცი ეს ძველი პარლამენტი შიგნიდან დაანგრიეს ისე, რომ მიწასთან გაასწორეს, რომ არავინ გაბედოს იქეთღობა ამის შიში ქონდა და აკვიატებულად აქვს ამ კაცს ესეც, აკვიატებულად, იმდენად აკვიატებულად აქვს ქუთაისში პარლამენტში გადატანა, რომ ეს პარლამენტი შიგნიდან დაანგრიეს, ნაჯახებით დაჩეხეს თურმე ყველაფერი, რომ
არ მოხდეს ისე რომ წააგოს სააკაშვილმა ეთყობა რაღაც შეულოდა და არის სარგებლობა ამ პარლამენტით საოცრებაა პირდაპირ რატო აქვს ეს აგვიატება რატომ გონია რომ თბილისიდან სულ გარბის იმიტომ თბილისელებმა ადრე შეიცნეს სააკაშვილი და აქ პატივი დაკარგა მთლიანად და მუდამ გარბის თბილისიდან როგორმე გაიქცეს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი მე მგონი პარლამენტის გადატანის პირველ ეტაპზე ჩვენ ამით იძულებული ვართ ვისარგებლოთ შემდგომ როგორც უკეთესი იქნება და როგორც ეფექტური იქნება ისე გავაგრძელებთ ეს არაა პრინციპული და ესეც არის ისეთი საკითხი ეს აღარა ნეტავ ეს იყოს მხოლოდ ჩვენი პრობლემა და არა სხვა ჩვენ უამრავი პრობლემები გვაქვს უფრო სერიოზული გაცილებით რა თქმა უნდა ეს არ არის საპენსიო ადგილი ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში ვერ იქნება საპენსიო როდესაც ჩვენ მოვდივართ გუნდი ახალი ეს იყოს სააკაშვილმა გახადეს საპენსიო ეს საერთოდ პრემიერ-მინისტრი არც ერთ ქვეყანაში საპენსიოდ არ მოიხსენიება მათ გახადეს რამდენადაც მათ მენეჯმენტის გაგება არ აქვთ როგორც საბავშვო ბაღში ბავშვები თამაშობენ ისე თამაშობენ ესენი მინისტრებით და პრემიერ-მინისტრებით შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავდა რამდენჯერმე და ორი პრემიერ-მინისტრი ყავს დანიშნული თუმცა თანამდებობით და კონსტიტუციით რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრს გაცილებით მეტი უფლებები აქვს მათ გახადეს ესეთი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რეალ კონსტიტუციურად არ არის საპენსიო ადგილი ეს საპენსიო მე დავარქვი ამას რამდენადაც იქ რომ მოხსნიან ვიღაცას და არ გაანაწყენონ არ გაუშვან ძალიან ხშირად აი მაგალითად ბოლო იყო მერაბიშვილი როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმიტომ რომ ახლა იასვის დაჭირდა გადაიყვანა ამ ადგილზე და ესევე იყვნენ სხვაებიც რომ ათავისუფლებდნენ და ეს იყო საპენსიო იქ არავინ არაფერს არ ეკითხებოდა პრემიერ-მინისტრს თქვენ გახსოვთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილი სახე და 5 მაინც ყავდა პრემიერ-მინისტრი 5-დან 2-საც ვერ გაიხსენებთ იმიტომ რომ არასდროს მათ არავითარი ფუნქცია არ ქონიათ რეალური არა იმიტომ რომ კონსტიტუციურად არ აქვს პრემიერ-მინისტრს არამედ იმიტომ რომ მათ მენეჯმენტი არ იციან და ფორმალურად აქვთ ეს ყველაფერი როგორც უნდათ აი ესა აქედან გითხოთ შეიძლება და Good evening. Chapter Smaller from Le Monde. I have just 2 short questions. You mentioned several times at the beginning that there would be no witch hunt, but at the same time, you underlined the fact that certain crimes and injustices have to be prosecuted. And I wonder if you could get into specifics and tell us what crimes and what injustices you're talking about and on what state level exactly. That's the first question. Second question is, what is your assessment of the incredible result that you got in Tbilisi, which was expected, but maybe not on that scale, and in Batumi? For each of those cities, how do you explain that fact? რაც შეეხება ის რომ შურისძიება არ იქნება და არ იქნება პოლიტიკური დევნა მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ სად გადის ხაზი გადის სამართალზე მე პირადად განვაცხადე რომ ვაპირებ ერთ-ერთ მოსამართლეს უჩივო სხვა შემთხვევაში საქართველოს ბევრი მოქალაქე მე ვიცი რომ ძალიან გამწარებული და გაღიზიანებულია ხელისუფლების ქცევით და მათ შეუძლიათ დაწერონ განცხადება და შეიტანონ სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტს ამას ყველაფერს. მე პირადად არ ვაპირებ არც ერთ თავრობის მოხელეს ჩივილს და არ ვაპირებ მით უმეტეს პოლიტიკურ დევნას. და სად გადის ხაზი ამას მოქალაქეები გადაწყვეტენ და გადაწყვეტს სასამართლო. სარჩელებით რომელიც შეუძლიათ შეიტანონ და უჩილონ თავრობის ნებისმიერ წევრს. თბილისის და ბათუმის დიდი წარმატება ეხსნება თქვენ. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას რომელი წარმატება გაქვთ ხედულობაში ან თბილისში ან ბათუმში? წარმატება არჩევნებში და ბათუმში. განსაკუთრებულად მაღალი ხარისხი. ბათუმში განსაკუთრებულად მაღალია, არ ვიცოდი განსაკუთრებულად. განსაკუთრებულად მაღალია ბათუმში. ბატონო? ხო. დუმბაძის არა, მე მგონი რომ დუმბაძეც და არც მე, რა თქმა უნდა, მეც გარკვეული როლი ვითამაშდა ჩვენმა გუნდმაც და დუმბაძემაც არ დაუკარგოთ მას მაჟორიტარობის კანდიდატი რომელიც მაგრამ თავარი არის მე მგონი სააკაშვილია მიზეზი ამ წარმატების რამდენადაც თბილისელებმა საერთოდ თბილისი შეიძლება სააკაშვილი იმდენად ახო რა თქმა უნდა მაინც სააკაშვილი მაგრამ თბილისში უფრო მეტია ინტელიგენცია და ძალიან ადრე იცნეს სააკაშვილი და იცნო აბსოლუტურ მომრავლესობამ ეს არის ალბათ დიდი წარმატების მიზეზი კარგად დაინახეს მასის სახე და მისი ხელისუფლების სახე და შეეხება ბათუმს მისი საამაყო ბათუმი რომ ის ბათუმს აშენებდა და ბათუმი მისი საოცნობო ქალაქია და ევროპის საუკეთესო ქალაქად გადააქცია ნიცას ადარებდა და სხვა ქალაქებს რომ ეს ყველაზე ჯობია უკვე ევროპაში და სოფლიოში ამ ტრაბახმა არ უშველა და ის ზიანი რაც მან რეალურად მიაყენა ბათუმს დაამახინჯა ძალიან ბევრი მახინჯის შენობა აშენა არასწორი პროექტებით ამ მხოლოდ ამაშიც ეს კაცი ყველაფერს თვითონ წყვეტს ძალიან ბევრი სასაცილო შენობა გააკეთა იქ და ყველაზე სასაცილო და ყველაზე ბოლო ალბათ გახლავთ ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, როდესაც
35 სართულზე ეშმაკის ბორბალი აიტანა მართლა უტანია თუ ეს ბორბალი და რა გვეშველება რა უყოთ ამას ანაკაი სანაპიროზე ხლა აშენ ახალი ზარბაზნების ტუჩივით არის რომ იყურო ეს ორი შენობა რო გააკეთა ახალი ამ ხიდთან ძალიან ბევრი პროექტი აქვს გაკეთებული ისე რომ აი მით გაანაწყენა ბათუმლები და ძალიან გაანაწყენა თანაც ინვესტიციებს აძახის სულ ბათუმს ინვესტიციის ხიბლი ის გახლავთ რომ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დასაქმდეს და ეს არის ძირითადი აზრი ინვესტიციის ის ახერხებდა რომ ვისაც შემოაქვს ინვესტიცია თავისი ემუშებით შემოდიოდნენ და ადგილობრივს საკუთარ ქალაქში სამუშაოზე პრიორიტეტის არ ქონია და ბევრი კიდევ სხვა რამ და საკუთარი ქცევებით გაანაწყენა ბათუმელები მათ რიცხვში თუმცა თვლიდა რომ ბათუმს იშენებდა სათავისოც სათადარიგო აეროდრომად ჰქონდა რომ თუ თბილისიდან წავიდა და ბათუმში გადიოდა პირველი მაგრამ ბათუმშიც ისე გაიფუჭა საქმე რომ აი ნახეთ შედეგიც ეს იყო რომ არცად აღარ უნდათ მაგის გაგონება კომპანია მაესტრო ჩამოყალიბდა ორი დაცვის წევ პენსიის უმავალ საქმის გამარჯვება თუ დაიწყება და ამ მიკაზე რა არის სიახლე ასეთ დაკავშირებით ხო რა რამე სიახლეზე ცოტა შორს მეც არა მაქვს სიახლე და მე ძალიან მაინტერესებს მე როგორც პირველსავე განცხადებაში გავაკეთე რომ ეს ნამდვილად იყო ჩემი დაცვისებრი მას ჰქონდა ძალიან კაი იუმორი და მე ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა მასთან პირადად ვახერხებდი შეიძლება თქმულობდი ისევე როგორც ყველა ჩემი დაცვისებრი ძალიან მიყვარდა ძალიან დიდ პატივისცემ ძალიან დიდი გაუგებრობა მოხდა და გადამალული ყავს ეს კაცი დღეს ჩვენ არ ვიცით სადაა ვერ მივაკლიეთ ეს დაჭირდათ იმისთვის რომ ეს განცხადებები გაეკეთებინათ რა თქმა უნდა ეს განცხადებები და ჩანაწერები ყველა ჩანაწერი იყო უსუსური რა თქმა უნდა და გარავითარ კომპრომატს არ შეიცავდა მათ ჰქონდათ სურვილი მხოლოდ ასეთი უსუსური კომპრომატებით თაც კი გადაეფარათ ის საშინელებები რაც ჩვენ ნახეთ ქართულ ციხეებში და სურმამას მე მგონი იჭერენ მანამ რომ სურმას და მიაწერეს ავტორობა ამ კომპრომატების თუმცა რა თქმა უნდა თვითონ უსმენდნენ Skype თუ Facebook-ებიდან ეს ყველაფერი თვითონვე აქვს დამოკრეფილი სურმავა არაფერ შუაში არ არის აქ ელემენტარულად ეს დაიჭირეს აიყვანეს სადღაც იმისთვის რომ ეს კომპრომატები თითქოს სურმავას ავტორობას სურდათ ხოლმე რა თქმა უნდა ავტორები თვითონვე არიან თვითონვე უსმენენ და უსმენენ ყველას როგორც თქვენ კარგად იცით Skype-ში თავისუფლად შედიან და სხვათა შორის თუ ვინმეს კიდევ განცდა რომ ნებისმიერ Skype-ს ამათ აქვს ვირუსების 70%-ს ესეთი ინფორმაცია არის რომ საქართველოსთან ვრცელდება და ამათ აქვს უზარმაზარი რაოდენობის ხალხი ყავს დაქირავებული სპეციალისტები აქვს ტექნიკაში შესატყვისი და ამ საზოგადოებებსაც ესენი ავრცელებენ და ამის სპეციალისტები არიან რა თქმა უნდა მათივე მოპოვებული იყო ეს თუმცა ჩვენ კომპრომატს სერიოზულს ვერ აიღებდნენ ამდენადაც არავითარი კომპრომატები ჩვენთან არ მოიპოვება ჩვენ ძალიან კანონმორჩილნი ვართ და ერთად გუნდში ძალიან კარგი ურთიერთობებია სურმავასთვის უნდა და დაებრალებიათ რაც თვითონ მოიპოვეს არაფერი არ ვიცით და ჩვენ ვცდილობთ და ვეძებთ და ვერ მივაკლით Albert. Please. Alan Pauls from Wall Street Journal. Can you say how much you spent on your campaign here in Georgia and how much you spent in the United States separately and why that? Lobbyist you mean, yeah? Okay. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოში ჩვენ მოახერხეთ მხოლოდ 20-დან 25%-მდე ზუსტებს ვერ გეტყვით რამდენი გამოვა პროცენტებში 20-დან 25%-მდე შევძელით მხოლოდ საკუთარი კამპანიის დაფინანსება. იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებამ უზარმაზარი ძალადობა და კანონდარღვევა განახორციელა ჩვენ წინააღმდეგ და ამის ჩვენ გვაქვს თუ თქვენ გაქვთ სურვილი ამის, ხო გაქვთ ეს აღმოჩენილი 30 გვერდიანი გვაქვს ჩვენ აღწერილი ეს რამდენი კანონდარღვევა და როგორი ძალადობა განხორციელდა ჩემზე პირადად ჩვენი გუნდის წევრებზე და მუდამ მუქარა იმის რომ შემოვიდა დიდი ფულის პატრონი და სიყიდის არჩევნებს რეალურად ჩვენ მხოლოდ 20-დან 25%-მდე მოახერხეთ ჩვენი კამპანიის დაფინანსება. შესაბამისად, თქვენ ვერ ნახავთ ვერცეთ ბანერს ქუჩაში, თქვენ ვერ ნახავთ ვერცეთ სერიოზულ რეკლამას, ჩვენ ვერაფერი ვერ მოახერხეთ. ჩვენ ოფისები საშინელ დღეში გვქონდა, ვალები გვაქვს დარჩენილი იმ კარდაკარდით ვინც დადიოდნენ და ჩვენი კოორდინატორები ფული ვერ გადაუხადეთ დღემდე და ამას ენთუზიაზმით აკეთებდნენ მხოლოდ საკუთარი კამპანია დაიფინანსეს ჩემი სახსრებით პირადად 200 თუ 300 მილიონი დამაჯარიმეს აბსოლუტურად გაუკვევლად და იმ მოსამართლეზე ვაპირებ ზუსტად საჩივრის შეტანას როდესაც მე მოიხსენი ეს და საკუთარი კამპანია დაიფინანსეს ჩემი ფინანსებით ეს კი მოახერხეთ ძალადობით ამოიღეს ეს აბსოლუტურად კანონი არ დაგვერღვევია ესაც შეეხება შიგნით რაც შეეხება ჩვენს ლობისტებს რასაც ხშირად საუბრობენ ჩვენ ხავს ორი ლობისტური ჯგუფი და არა 60 რასაც სააკაშვილი მუდამ ამბობს მას ხავს 5-ზე მეტი და ჩვენ გვაქვს ეს თუ გნებავთ ჩამონათვალი
და ის ბიუჯეტიდან აფინანსებს და მინიმუმ 3-ჯერ მეტ სიხდის იმაზე მეც 3-ჯერ 4-ჯერ მეტ სიხდის იმაზე რასაც გადავიხადეთ ჩვენ ლობისტებში მე ზუსტი თანხა არ ვიცი მაგრამ ეს არ არის ზღაპრული თანხა თანაც მე საკუთარი თანხებით დავაფინანსე ამაზე თქვათ საქართველოს მოსახლეობას არავითარი ეჭვი და კითხვა არ გააჩნია სააკაშვილი ლობისტებს რომელიც გაცილებით მეტი ყავს მას ჩვენი ჯიბიდან ბიუჯეტიდან აფინანსებდა და ესაა საკითხავი მე არ ვიცი ზუსტი თანხა მაგრამ ეს არ არის საოცრება შეიძლება 2 მილიონი შეიძლება 3 მილიონი საერთო მე არ ვიცი შეიძლება 1-დან 3 მილიონამდე ალბათ მაგრამ ეს არ არის საოცარი თანხები Ellen Berry from the New York Times. As far as you understand now, is Georgia keeping Mr. Merabishvili in his position? No. Are there any other members of the ruling coalition that you're interested in keeping with you or bringing to your team? Okay, thank you. მერაბიშვილი რა თქმა უნდა ვერ შეინარჩუნებს ისევე ერთ ერთი მინისტრი ვერ შეინარჩუნებს ჩემი აზრით ჩვენს გუნდში ადგილს მინისტრის მოადგილეების დიდი ალბათობაა ჩვენ ეს არ გაგვიხილავს მაგრამ ერთ ერთი მინისტრი ვერ გახდება ჩვენი გუნდის წევრი და მათ შორის ვერც მერაბიშვილი გიორგი არჩევნებთან დაკავშირებით უნდა ვკითხოთ კონკრეტულად ზუგდიდში რამდენად სარწმუნოა შედეგები რაც შეესწორდა და ხომ არ აპირებთ გასაჩივრებას ახლა ხალი არჩევნების ჩატარებას ზუგდიდში როგორც მე ირაკლი ალასანიას ვესაუბრე ამ დილით და ის მოდის ახლა გზაშია მე მგონი რომ 1-2 საათში უკვე თბილისში იქნება წინასწარ ინფორმაცია რაც ვიცი ირაკლისგან რომ არის ძალიან ბევრი დარღვევები აი მაგალითი მომიყვანა რომ ადამიანები რომლებიც დათვლილია სხვა მონიტორების მიერ რამდენი ხვის მიმცემი შევიდა საარჩევნო უბანზე 10,000-ით მეტია ბიულეტენი ყუთში აღმოჩენილი ერთ-ერთ უბანზე თქვა დამკვირვებლებმა და ბევრმა სამოქალაქო სექტორიდან დააფიქსირეს რაოდენობა ადამიანების და მარტივი იყო ყველა აფიქსირებდა რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა უბანზე მას აქვს უბნები სადაც ამ ადამიანების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ბიულეტენებზე რომელიც აღმოჩნდა ყუთებში და დღეს ირაკლი ჩამოდის და ჩვენ განვიხილავთ მას როგორ მოიქცეთ და როგორ გავაქცევთ Господин Иванишвили, межгосударственная телерадиокомпания «Мир» Георгий Начкин. «Мир»? Я знаю «Мир». Очень приятно. Я являюсь директором телекомпании «Мир». Я хочу вас спросить об одной интересной вещи. После вашего интервью складывается впечатление, что между вами дистанция еще больше разошлась. Уже сегодня в российской версии появилась одна из версий о том, что через полгода Саакашвили может распустить парламент. Имеет ли эта версия право на существование? Благодарю вас. Я думаю, что мало вероятно. მე ვფიქრობ, რომ ნახევარ წლის შემდგომ პარლამენტის დათხოვნა და ეს შემდგომ ძალიან დაბალი ალბათობაა ამის, რომ მას ამდენი მანევრი დარჩეს, ამის საშუალება დარჩეს. და სხვათა შორის ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ ბევრი კითხვები გვაქვს, როგორ მოვეწყობთ და ძალიან ბევრი კითხვაზე არა გვაქვს პასუხი დღეს და ჩვენთვისაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, როგორ მოხდება ეს ურთიერთობები, როგორ მოახერხებთ ჩვენ თანაარსებობას, როგორ მოხდება მთავრობის წარდგენა და ამტკიცება და ესე შემდგომ. ძალიან ბევრი კითხვა ჩვენს გაგვაჩნია, მაგრამ ერთი გარწმუნებთ, რომ მას აღარ დარჩება ესეთი არაღი, რომ ман ესეთი მანევრები და ტრიკები გააკეთოს, ასე სადრე აკეთებდა, ამის შესაძლებლობები მას არ ექნება. Добрый день, телекомпания РЕН-ТВ, Москва. Господин Иванишвили, скажите, пожалуйста, что, на ваш взгляд, стало главным достижением грузинской революции РОС? მოგახსენებთ? მე მგონი რომ ამ ხელისუფლებამ რაც რეალურად შეძლო, რაც გააკეთა, მე ეს ორი რეფორმა გავიხსენე, შემთხვევით გამოუვიდათ და ესეც საბოლოო ჯამში გაანადგურეს, პოლიცია პოლიტიზირებული გახადეს და ეროვნული გამოცდები პრაქტიკულად აღარ გავს იმას, რაც თავში იყო. სხვამათ არაფერი არ გამოსვლეთ, ერთადერთი რაც გამოუვიდათ და გამოუვიდათ ჭეშმარიტად, რომ წინა ხელისუფლებას ვერ ახერხებდა წინა ხელისუფლება სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის შესრულებას, რაც აუცილებელია, საგადასახადო და საბაჟოებიდან ფულის მოგროვებას და მერე მის გადანაწილებას მისი დანიშნულების მიხედვით. მოგეხსენებათ, რომ ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, რომ ნაწილმა უნდა გადაიხადოს და სახელმწიფო განსაზღვროს სად გადაანაწილოს.
ფულის მოგროვებას ვერ ახერხებდა წინა ხელისუფლება. ის რომ ბიუჯეტი სააკაშვილის მოსვლის შემდგომ, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდგომ რამდენჯერმე გაიზარდა, არ შეგეშალოს და არ იფიქროთ, რომ ეს პარალელურია ეკონომიკური ზრდის. არა. ეკონომიკა პრაქტიკულად ჩემი აზრით არ გაზრდილა და მე თუ მკითხავ, უარესიცაა ეკონომიკა, თუმცა ამის შედარება ხალხ ძალიან რთულია, ძალიან ძნელი დასათვლელია ეს ყველაფერი, რამდენადაც წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად არავითარი სტატისტიკა არც კეთდებოდა და არც ხდებოდა. წინა ხელისუფლება ვერ ახერხებდა საბაჟოებიდან და საგადასახადოებიდან ფულის მოგროვებას. რაც გააკეთა ვარდების რევოლუციის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ და სხვათა შორის ყველაზე მეტი კონსულტაციების თუ გნებავთ და ყველაზე მეტი დახმარებაც მე გავუწია ამაშიც. მე ვასწავლე პირველი კამერების საგადასახადოზე იყო ყველაზე დიდი პრობლემა როტაცია როგორ უნდა მომხდარიყო და ეს შემდგომ მე არ ვამბობ რომ მხოლოდ ჩემგან აკრიფეს ეს შესაძლებელია უჩემოდაც გააკეთებდნენ, მაგრამ მე აქტიურად ვეხმარებოდი. აი ეს გააკეთეს, მაგრამ ესეც იმდენად დაამახინჯეს. ეს ისწავლეს ფულის მოგროვება, რაც აუცილებელი ფუნქციაა და გადანაწილება, მაგრამ ესეც იმდენად დაამახინჯეს ფულის მოგროვება ისწავლეს ისე კარგად, რომ ყველა მოქალაქის ჯიბეში ძვრებიან აბსოლუტურად და ეს აღარ არის საბაჟო და საგადასახადო მხოლოდ. იციან ყველა მოქალაქეს ბუკვალნად არ ვაზვიადებ, ვის რამდენი აქვს ფული, ვის ჯიბეში რამდენი ფულია და აბსოლუტურად აღარც სასამართლო, აღარც პოლიცია ჭირდებათ, პირდაპირ ეძახიან და ეუბნებიან ციხეში წახვალ და გადაიხდი თუ ციხის გარეშე შეგიძლია ეს ამოიღო და დადო. აი იმდენად ისწავლეს და გაიცნობენ ფულის მოგროვებაში, რომ ყველა ჯიბეში ჩაძვრენ და რა თქმა უნდა ესეც დაამახინჯეს და რაც შეეხება პროცესი ერთია რომ მოაგროვო, მეორეა გადაანაწილო. გადანაწილების პროცესიც მე მგონი რომ კატასტროფას ვნახავთ ჩვენ მოვალთ, ნახავთ ბიუჯეტს, მე ველოდები კატასტროფას, მე მგონი რომ ბიუჯეტი ერთ-ერთი ძირითადი კანონია კარგად მოგეხსენებათ სახელმწიფოს და იქ მუხლებს შორის ურთიერთობები, ბიუჯეტის მუხლებს შორის ურთიერთობები კაცად არის გაწერილი, მე მგონი რომ ამასაც არ იცავდნენ და ეს გადანაწილების პროცესიც ერთი კაცით ხდებოდა და ამიტომ იყო რომ უამრავი პრობლემები იყო და ამ დროს რაღაც კონცერტები, რაღაც ფილმში მილიონები ხდებოდა 20 თუ 25 მილიონი და ესე შემდგომ. მე მგონი რომ გადანაწილების პროცესის დაამახინჯეს და პრაქტიკულად ეს რაც გამოუვიდათ რეალურად, რასაც წინა ხელისუფლება ვერ ახერხებდა, ესეც მივიღეთ საბოლოო ჯამში დამახინჯებული სახით. Sean Walker from The Independent. Could I ask you to imagine that in the coming days your telephone rings and it's Vladimir Putin and he says, congratulations on your fantastic victory. What can I expect from Georgia in the next few years? What are you going to say to him? მე არ გამოვიწყავ რომ რუსეთიდანაც მილოცა მივიღოთ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში და მე არ ვიცი რამდენად თქვა თვითონ პუტინი დარეკავს და როგორ მოხერხდება ეს, მაგრამ არაფერს არ გამოვიწყავ და შემდგომ გაგრძელება რა იყო თუასოს რა სელდება რუსეთი თუ Ну что вы будете ему говорить, если он говорит вот что мы... მე რასაც ვეთქვი და რაც განმიცხადებია და დღესაც შემიძლია გავიმეორო რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ მიუხედავად იმისა რომ სიტუაცია ძალიან მძიმე, ურთიერთობებია ჩიხში შესული, მე ვფიქრობ რომ არის საშუალება, არსებობს საშუალება რომ მოახლოეს დროს ჩვენ კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები მაინც აღვადგინოთ და უნდა ორივე მხარემ ჩვენ ცდილობას არ დავაკლებთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩვენს დიდ მეზობელთან მივახციოთ და მეგობრული ურთიერთობებს მივახციოთ. რაც არ იქნება იოლი, ეხლა ვაცხადებ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველანაირი მცდელობა იქნება ამის. თქვენ რამდენჯერმე გქონდათ ეჭვი თქვენზე რომ ხელისუფლებასთან კარგად თანამშრომლობთ და ბოლო კითხვით მე მგონი თავი გამოამჟღავნეთ ძალიან. მაგას აღარავინ აღახსოვს სერიოზულად კანონიერ კურდებთან დაკავშირებით. არა, მაგაზე რამდენჯერმე გაეცა პასუხი. მაგის საფუძველი რომ ჩვენ კანონიერ კურდებს დავიბრუნებთ და კანონიერ კურდების გასაგებია რომ მეკითხებით, მაგრამ ჩემი რეპლიკაც გაითვალისწინეთ. თქვენს კითხვას მე შემიძლია შეფასება მივცე და ესეთი შეფასება მივეცი, როგორც მივეცი და შემიძლია კიდევ გამიმეორო, რომ არ აქვს არავითარი საფუძველი მაგ კითხვას. თქვენ ახმაურებთ იმას, რასაც მუდამ ცდილობს სააკაშვილი და მისი ცრუ იდეოლოგია, ამას არავითარი საფუძველი არ გააჩნია, რომ საქართველოში დამელოდეთ. თქვენ ამ კუთხით არ გიკითხავს, ეს რომ ხელისუფლება თანამშრომლობს კანონიერ კურდებთან. თქვენ გაქვთ ასეთი ინფორმაცია, რომ ხელისუფლება კანონიერ კურდებთან თქვენ ეს გაქვთ ხედულობაში? თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება თანამშრომლობს კანონიერ კურდებთან?
ურდებს და ჩემი რეაქციაც ესაა. ვიცი და მე გავიგე თქვენი კითხვა. ახლა თქვენ ცოტა მკვლელები ვიღაცები არ დაბრუნდებიან, იმიტომ რომ აი დამარა შეიძლება მოკაცრავა. დააკონკრეტეთ თუ გინდა. აგერ არის ჯერ შეკითხვა და თუ შეიძლება რიგი დავიცვათ. არა, მე მინდა ბოლომდე მივიყვანა რა გაქვთ დასაკონკრეტებელი, რა გაქვთ ხელმოვა, შევა დააკონკრეტეთ. არა, ნუ იყო ისეთი ხალხი შეკითხვა, რომ თუ შეგიძლია შეეკითხოთ ბატონო ბიზნესს, რომ ვისგან იყო ეს შეკითხვები ხალხი? სააკაშვილმა გთხოვა თუ ბოკერიამ გთხოვა? არა, ნუ ძალიან ჩანს იმადგან და იმიტომ ყველას არ გახსენებთ, იმიტომ რომ ხალხში ესეთი კითხვები არაა. ამას ავრცელებს, თქვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინც ავრცელებს. ავრცელებს სააკაშვილის იდეოლოგიები და ავრცელებენ სააკაშვილის მიერ მართული მედია და მე არ მეგონა თუ იქ მომეხსენებინა. მე არ მინდოდა თქვენ იქ მომეხსენებინეთ, იმიტომ რომ ამ კითხვას არ აქვს არავითარი საფუძველი. როდესაც ჩემი ბიოგრაფია, ჩემი ხელწერა, ჩვენი გუნდი ერთ ადამიანზე ვერიტყვით და კითხვა არის მის და უეცრად ესეთ კითხვას ვსვავთ ჩვენ კანონიერ ქურდებთან ვითანამშრომლობთ თუ არა? აი ეს მოდის ზუსტად დაბრუნება. რას ნიშნავს დაბრუნება? ნუ იმედი მიეცემა. რას ნიშნავს დაბრუნება? მერცხალი ხო არა რომ გადმოფრინდეს არა? ნუ გასაგებია. გასაგებია, მე მგონი პასუხი გასაგებია. აბა შემდეგ. Микрофон, пожалуйста. Значит, АТБ International, Диана Исаева, Азербайджан. Я бы хотела у вас узнать вообще, каковы перспективы сотрудничества у вас с Азербайджаном и Грузией с точки зрения энергетических каких-то проектов. И второй вопрос, если можно. Вы как вы видите путь разрешения региональных конфликтов, на Южном Кавказе, в частности наш? Карабах вы имеете в виду, да? Ну, в общем, в целом вы... Карабах и наши и ваши проблемы. Да. Правильно. На регионах. Спасибо. რაც შეეხება აზერბაიჯანთან თანამშრომლობას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში გვექნება ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ყველა საფუძველი გვაგვაჩინა ჩვენ იმის, რომ ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ ძალიან სწრაფად აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. მე რამდენიმე ჩემს განცხადებაში გავაკეთე მიმართვა და შემიძლია გავიმეორო დღეს მადლიერებით და მადლობა გადაუხადო აზერბაიჯანის ხელისუფლებას, აზერბაიჯანის ხალხს. მე ვიცი, რომ ისინი საქართველოს და ქართულ ხალხს ეხმარებიან და ამ მიზნით გაზის დიდი რაოდენობა, კომერციული გაზის რაოდენობა მაქვს ფედერალობაში ძალიან იაფად გვაწვდიან. თუმცა ჩვენი ხელისუფლების მონოპოლისტები, მართული ხელისუფლების მიერ მართული მონოპოლისტები ახერხებენ იქაც ეს შეღავათი ქართულ ხალხამდე არ მივიდეს. მე ვიცი ეს, ჩვენ მოვალთ და გაზის საფასური ამის ხარჯზე მათ რეცი რომ ჩვენ აზერბაიჯანი მეგობრულად ძალიან იაფად გვაწვდის გაზს, მე კიდევ მეორე და გადავუხადოთ მათ მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ყველა საფუძველი გაგვაჩინა ჩვენ იმისთვის, რომ ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობები დავამყაროთ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. მე საოცრად შევეჩვიე, მე ადრეც ვიცნობდი აზერბაიჯანს და ეხლა არა. ჩემი მოგზაურობის დროს ამ ეტაპზე საოცრად დავმეგობრდი, საოცრად საყვარელი ხალხია. ჩვენი ეთნიკური უმცირესობები მყავს ხელოვნებაში. ძალიან მშრომელი ხალხი, დაკოჟრილი ხელებით. ძალიან საყვარელი ხალხი, ძალიან გულწრფელი ხალხი. ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან. მაქსიმალურად დაუდგები მათ, რომ მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს მათი ჩვენს საზოგადოებაში და ამავდროულად მათ მონაწილეობა მიიღონ უმაღლეს ხელისუფლებაში და ესე შემდგომ და თქვენ კითხვას კიდევ უბრუნდები, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დიდი საფუძველი, ძალიან დიდი საუბრო გვაქვს, რომ ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა გქონდეს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. რაც შეეხება კონფლიქტებს, რომელი უფრო მძიმეა, მე არ ვიცი, თქვენი თუ ჩვენი, ორივე საკითხი საკმაოდ მძიმე და ძალიან რთულია. მე ძალიან გამიჭირდებოდა ამაზე ანალიზის გაკეთება და თავში შევიკავებდი. ბოლო კითხვა ხომარინოს. მიკროფონი არა. უცხოელებს აბა თუ დარჩეს, აი ცნობილები არიან, არ დარჩეს თუ ცალკე აქ არის Financial Times, Wall Street Journal და ლემონდი ყველა. Aber wenn ich dann keine Achsene komme, dann kann ich schon was was sagen, dann schon die Kulturen არის ისე კანონი დარღვევის საგებს კანონის წინაშე ვარ. ბოლო პერიოდში გასაკეთებებით სახელმწიფოს აქციები იყო, თავი მოთხოვნა იყო დაიხადეს გასავალარი, ასე არსებობს საინს რეკომენდაცია პროკურატურის მიმართ, სადაც მათ მიაწოდა პროკურატურას პატიმრების მონოპოლია, ასევე სახელმწიფოს ანგარიშებიდან, ყველა წლის ანგარიშებიდან ფაქტები, სადაც უშუალოდ სახელმწიფო გასავალარი. ჩვენს რეპორტიორს გქონდა მცდელობა რომ იუსტიციის განსაკუთრების გახსნაზე, რომ პატრიოტიზმისგან მიიღო შეკითხვაზე სწორკუთხედი, თუ რატომ არ ჩაიკითხა გაჩვენებია როგორც მინიმუმ ამ საკითხზე. მაგრამ ვერ მიიღო.
მე მაინტერესებს თქვენგან ადგებთ თუ არა ბაჩვახალაიას როგორც მინიმუმ ხვის საკითხი და შემდეგ ძიების პროცესში თუ გამოიზრდება ის როგორც კი ბატონო, გასაგებია. ძალიან მარტივი მაქვს პასუხი. მე მგონი რომ ჩემი ჩარევის გარეშე თქვენ თუ ნახეთ ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა ამის ასეთი მსგავსი მოთხოვნით. მე მგონი რომ იმდენი სარჩელი შევა მაგ კუთხით სასამართლოში რომ ჩემი დახმარება არ დაჭირდება. იმდენი ხალხია გამწარებული მაგკაცისგან და იმდენ ხალხს აქვს უკვე მზაობა იმისა რომ სარჩელი შეიტანოს და მოითხოვოს რომ კანონი დაისაჯოს, ჩემი განცხადება და ჩემი ჩარევა აღარ დაჭირდება. მე განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის განაწყენებული და გამწარებული ხელისუფლების ბერი მოხელეებისგან. მე შევქმნი, ჩვენ შევქმნით, ჩვენი გუნდი შექმნის რეალურ გარემოს იმისა, რომ ქვეყანაში სამართალი აღსდგეს და მოქალაქეების ექნებათ საშუალება ეს გადაწყვიტონ სასამართლოს საშუალებით. რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შეკითხვას, მე მგონი იმდენი მომჩივანი ეყოლება ახალაიას, რომ ნამდვილად არ დაჭირდება ჩემი ჩარევა. და თქვენს კარგად იცით ეს და ალბათ სამართალი აღსდგება და აქაც ყველა აგებს. არა მარტო ახალაია, არ იფიქროთ ჩემი ბილი განცხადება იმას, რომ არ იქნება პოლიტიკური დევნა და ძალიან ბევრი კანონდამრღვევი და მათ რიცხვი ახალაიაც, ესე მარტივად გადაურჩებენ. ერთია პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ნიშნით, მეორეა სამართლის კუთხით. სამართლის კუთხით უამრავი კითხვა, მარტო ახალაიაზე არ არის, მე მგონი კითხვა კიდევ იქნება კითხვების ხებზე და სასამართლო ამას გაარჩევს. მე არ მინდა რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო ამას. ორი კითხვის თქმა. კი ბატონო, ძალიან. როგორც პრემიერ-მინისტრი და თქვენი გამოცდილები, თქვენი ბიზნეს გამოცდილები, დაეხმარებით თუ არა ინვესტორებს, რომელთაც სულ საქართველოში რა გააკეთოთ? თქვენი ფულით თუ დაეხმარებით და ბანკზე მინდა ქართულ ბანკზე შეგეკითხო რა მდგომარეობა ეხლა და რას ვუყურებთ ბანკს? მადლობა. დიდი მადლობა. მე მგონი რომ ძალიან კარგი კითხვაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის უმუშევრობა და ის უსამართლობა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ ნაწილს საშუალება არ აქვს საკუთარ სამშობლოში სამსახური შევნონ და საკუთარი ოჯახები არჩინონ. ეს იქნება ჩვენი ბრძოლის ყველაზე დიდი საგანი და ყველაზე ხანგრძლივით თუ გნებავთ, სანამ ამ უსამართლობას არ დავძლებთ. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს და მე არ ჩამოვთვლი და კარგად მოგეხსენება თქვენ ეკონომიკა იცით, რომ პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც ჩვენ ყველაფერს გავმართავთ, რომ საინტერესო საინვესტიციო სივრცე გაჩნდეს საქართველოში. გარდა ამისა, მე არ გამოვიცხავ, რომ როგორც პრემიერ-მინისტრიც და როგორც თუ გნებავთ, კერძო მესაკუთრეც ქართულ ბანკი თუ ჩემი კაპიტალი ზოგადად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უცხოურ ინვესტორებს შეუქმნათ ინტერესი საქართველოში შემოსვლის და მე ამას ვაკეთებდი ადრე, ვაპირებდი, ეხლა არ დავარღვევ მე ამ სუბორდინაციებს, რომ ხელისუფლებაში ვარ და ბოროტად გამოყენებაში თქვათ, რომ არავინ დამადანაშაულოს, ამასაც გავაკეთებ კანონიერი გზით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მე 25%-ზე სულ მქონდა პრეტენზია უცხოურ კაპიტალს. უცხოურ კაპიტალს თუ 25%-ს ადგილობრივს ახვედრებ, როგორც წესი და შეღავათიანს გაცილებით იოლად შემოდიან, ვინც ქვეყანა არ იცის. მე უკვე გავლილი ეტაპი მაქვს, რამდენიმე პროექტიც მქონდა, მზაობაც მქონდა ბევრი. და რა თქმა უნდა ამის მსგავსი პრეცედენტები იქნება, რომ საკუთარი კაპიტალითაც შევძლო და საკუთარი ავტორიტეტითაც შევძლო და როგორც პრემიერ-მინისტრიც და ეს იქნება ძირითადი ძრუნვის საგანი. არის ეს ფასადურად განცხადებები, რომ ინვესტიციები შემოდის და ამ დროს არაფერი არ შემოდის. ტურისტები მაგალითად ერთი კვირის განმავლობაში სააკაშვილმა 5 განცხადება გააკეთა, 5 ჯერ გამოვიდა, დაიწყო მილიონიდან და კვირის ბოლოს ავიდა 7 მილიონზე. და ამატებდა ყველა დღე, რომ ამდენი ტურისტი შემოვიდა. რა თქმა უნდა, ცარიელი განცხადებებით, რომ არაფერი არ კეთდება, ნახეთ და კარგად ხედავთ, რომ 1,200,000 კაცი გაქცეულია საშოვარზე, სამსახურიერი შოვნეს და აბსოლუტური უმრავლესობა რეალურად დაუსაქმებელია. ეს არის ჩვენი ძირითადი ბრძოლის საგანი და აქ უნდა გადავტეხოთ სიტუაცია და აი ამით მოხდება მხოლოდ სხვა დანარჩენი პრობლემის მოგვარებას. ეს შეუწყობს ძირითადად ყველაფერს ხელს. რუსთავი ორი და მე მგონი დავამთავროთ. ვახტ კითხვები უცხოელებს ვახტ არ დაუტოვო. If the foreign press has questions, please post them down and then we'll finish. თუ კი ვინმე საქმე უცხოელებს არ დაუტოვო. დიახ. მიკროფონ. ახლოს მიტანთ, ახლოს აი კარგად ისმის. რასთან გადასვლასთან? დიახ.
ველოდებოდით თუ არა განცხადებას, ჩვენ ყველა პირობა შევუქმნით ამისთვის სააკაშვილს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული დახმარებაც აღმოუჩინეთ. მე პირადად არ ვიცი თვითონ ამას რამდენად აცნობიერებს და ესე გადათარგმნის, მაგრამ ჩვენ ყველა პირობა შევუქმნით ამისთვის, რომ მას სხვა გზა არ ქონდა, თუმცა თქვენი კითხვა კარგად მესმის და მეც ბოლო ეტაპამდე ქონდა განცდა ამის. მოახერხებს, შეძლებს თუ ვერ შეძლებს. კარგია რომ შეძლო. კარგია რომ შეძლო, კარგი პრეცედენტია რომ შეძლო მანეს, თუმცა მე არ გამოვრიცხავდი რომ ვერ შეძლებდა ის ამას მიუხედავად იმისა რომ სხვა საშუალება არ ჰქონდა. რაც შეეხება კაბინეტს, ზუსტ დროს ვერ მოგახსენებთ, ჩვენ ალბათ ხვალიდან დავიწყებთ ამაზე მუშაობას, შევიკრიბებით რაღაც პროცესები, ამას სჭირდება დრო ჭირდება, მე მგონი დრო გვაქვს ჯერ, ეს არ არის სასწრაფო. კარგად გავიაზრებთ და როდესაც საუბარი გვექნება, წარმოგიდგენთ ყველაფერს. Here is a question. ქართველებს გეყოფათ კითხვები, უცხოელებს თუ დარჩათ, მათ მიცეთ საშუალება. რა განაცხადა ესე? რომ არ დარჩენენ უცხოელი ჟურნალისტები. აი უცხოელი. განაცხადა ეს ინგლისურად თქვი, უცხოელებს თუ დარჩათ. If the foreign press has got more questions, please post them now. Thank you very much. Thank you. Tom Parker from the UK Daily Telegraph. Mr. Ivanishvili just arrived today, just reminded coming into the city, seeing George Bush Avenue coming in from the airport. Do you think that Mr. Saakashvili in the past was wrong to forge such a close relationship with the United States to the exclusion of cultivating ties, for example, with Russia? მე არ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შეცდომები დაუშვა სააკაშვილმა, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. პირიქით, მე კიდევ უფრო დაახლოებას ვაპირებ და უფრო გაღრმავებას ვაპირებ ამ ურთიერთობების და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გავაღრმავოთ. შეცდომები დაუშვა სააკაშვილმა, რომ ცურვობდა ბევრს და მათ რიცხვში ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ძალიან ბევრს ათხოვებდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო რეალურად, როდესაც დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ ამერიკელები საქართველოს, რეალურად აბსოლუტურად განსხვავებული სახელმწიფო ააშენა სააკაშვილმა და მე ვგონი რომ დღეს შეხვედრა მქონდა და გუშინაც საინტერესო დელეგაციებთან ამერიკის ძალიან წარმომადგენლობისთან ნახევრად ხუმრობით უთხარი რომ არა მარტო საქართველოს ხალხს და საქართველოს ამერიკელებსაც სახე შეგენარჩუნეთ მეთქი ჩემი ასეთი კარგი ქცევით რომ მოახერხეთ და თქვენ რასაც ამბობდით რომ საქართველოში არის დემოკრატიის შუქურა ჩვენ ჭეშმარიტად ეს არჩევნები ესეთი იუბილეური მუშაობა გავწიეთ ჩვენ ძალიან ფაქიზი, ძალიან ღრმაა, მე ვფიქრობ და ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ, რომ ეს შევძელით რაც მოხდა დღეს და მე ამერიკელებს ხუმრობით ვუთხარი, რომ თქვენ სახე შეენარჩუნეთ მეთქი, რომ მომდეთ საქართველოში დემოკრატია, მართლაც შეგიძლიათ გააგრძელოთ რეალურად, რამდენადაც ეს პრეცედენტი შეიქმნა ესეთი და ამაში რა თქმა უნდა ლომისილი არის ოპოზიციის და არა სააკაშვილი. სააკაშვილი მხოლოდ იძულებული გახდა. მას არ ქონდა არც ერთი ნაბიჯი გადასადგმელი გარდა ამისა. არავითარი გზა არ ქონდა და მხოლოდ ამიტომ გააკეთეს განცხადება, მაგრამ მაინც ხოჭახ რომ გააკეთა განცხადება. მაინც არ ველოდი კიდევ მაგისგან რომ ამას შეძლო. Dan McLaughlin from the Irish Times. You said that you wanted justice for the country now. Does that mean looking back at some of the big questions of the last 9-10 years? For example, how the war really started in 2008 and even back to the death of Prime Minister Zoran Žuanja? Are these the kind of things that you would investigate now? გამოძიება ხო იმას. ხო, კითხვები ძალიან ბევრია საზოგადოებაში. ჟუანიას ყოლობასთან დაკავშირებით. მე მგონი აქაც ეს პროცესი ამას არ ჭირდება და არ დაჭირდება პოლიტიკური ჩარევა და პოლიტიკური ნება. ძალიან ბევრი ადამიანი და პირველ რიგში ოჯახი ჟუანიას როგორც ვიცი მომართულია და აქვს სურვილი რომ ეს გამოძიება გაგრძელდეს. მე როგორც ვიცი და თქვენთვის როგორც უცნაური არ უნდა იყოს, ამდენი ხანია გამოძიება დამთავრებელია. ამის სპეციალისტები არიან. ყველა რთული საქმე აქვს ჩამოკიდებული. ყველა რთული საქმე, რაც მათ აინტერესებთ, განუსაზღვრელი დროით ძიება გრძელდება თითქოს. იგივეა ჩემს ბანკში მაგალითად, თუ გახსოვთ, შეგახსენებთ და გაგაცინებთ. ჟუანიასთან კავშირში არა, რა თქმა უნდა, და ეს ალბათ გაგრძელდება და გამოიძიებენ ჟუანიას საქმეს. აი ჩემს ბანკში, როდესაც პოლიტიკური განცხადება გავაკეთე, დაახლოებით 1 კვირის შემდგომ გაურკვეველმა პირებმა საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს ჯერ იქ გონდა დიდი მსწელობა რომ ინკასატორს ცეცხლი გაეხსნა, მადლობა ღმერთს რომ ცეცხლი არ გახსნა, იმიტომ რომ პოლიციელს არ ეცვა პოლიციის ფორმა, ნაწილი ხალხის იყო ნიღაბში და მეორე ნაწილი გავდრენ ძარცველებს
მადლობა ღმერთს რომ შეეშალა საინკასაციო მანქანის დაცვას და ცეცხლი არ გახსნა. იმის შემდგომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს სააკაშვილის მართული ტელევიზიები ატრიალებდნენ რომ ფულის გარეცხვა, რომ ივანიშვილის ფულის გარეცხვა და საშინელი ფული მაფია ეს ატრიალეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ასეთი არაფერი არ იყო. პრეზიდენტ ბანკი ჩაერია მაშინ მათგან იყო ეს ფული წამოღებული და კატეგორიულად მოითხოვეს პასუხი და დააბრუნეს ეს საინკასაციო მანქანა. პროკურატურა და საქმე გახსნეს და დაიწყო გამოძიება. არავინ არ დაუკითხავს, თუ 10 თვე გავიდა, 11 თვე გავიდა. არავითარი დაკითხვა არ მიმდინარეობს. არავითარი გამოძიება არ მიმდინარეობს, მაგრამ საქმე დახურული არაა. პროკურატურას ნებისმიერ დროს როცა უნდა შემოისეირნებს ბანკში, თუ რამე ინფორმაცია უნდა დამატებით შემოვიდას, აი ამის სპეციალისტები არიან, რომ საქმე რომელიც ძიმია მათთვის და დასახურავი არაფერი არ აქვს, ჩამოკიდებენ და გაწელილი აქვს დროში. აი ჟვანია რამდენი წელიწადია უკვე გარდაიცვალა ჟვანია და გამოძიება არ დასრულებულა. არც არავინ არაფერს არ იძიებს ამასთან. მე მესმის რომ გამოძიება არ დასრულებულა, იმიტომ რომ გამოძიებელი ვერ ახერხებს, ვერ ასრებს, დატვირთულია, იმდენი ინფორმაციები აქვს რომ არ ეყო დრო და ესე შემდეგ. არავინ არაფერს არ იძიებს, უბრალოდ ჩამოკიდებულია საქმე და ესაა. If there are no questions, Albert, please. There is one. Спасибо. Господин Владимирович, все-таки что я никак не понимаю? Вы о себе все время говорите как практически как о премьер-министре. Да. И, конечно, когда Грузия окончательно станет парламентской республикой, лидер большинства в парламенте становится главой исполнительной власти. В этом прелесть парламентской республики. Но Саакашвили год по закону остается президентом. Я не понимаю, сразу могу отвечать. Как этот год будет происходить? Хороший вопрос, очень хороший и трудный вопрос, кстати. Я не имею ответа. ძალიან ძიმე კონსტიტუცია შექმნეს, ამ კაცმა ეს ყველაფერი გააკეთა. აი ეს არის ზუსტად სააკაშვილის დემოკრატია, რომ თავის თავზე მოიგო კონსტიტუცია და იმდენი ხაფანგი ჩადო, იმდენი ვარიაციები გააკეთა, რომ ყველა ვარიანტში მას ქონოდა საშუალება ხელისუფლების შენარჩუნების. ესეთი კონსტიტუცია არცეთ ქვეყანას არ აქვს. მსგავს ვერსად ვერ ნახავთ. საოცრება, რა თქმა უნდა, პრობლემები იქნება, მაგრამ მე მგონი, რომ როგორღაც უნდა მოვერიოთ და უამრავი კითხვები აქვს. ამაზე რაც შემოვედი პოლიტიკაში, ძალიან საინტერესო კონსტიტუციონალისტები მუშაობენ. სერიოზული სპეციალისტები, რამდენიმე კაცი, ხმალაძე მე საოცრად მიყვარს, ძალიან მაგარი პროფესიონალია. მას ვთხოვე, მას ყავს ჯგუფი. რამდენიმე თვეა მეკითხების შედეგებს დღემდე არ აქვს რაზვიასკა, რასაც ქვია, რომ აი როგორ უნდა მოხდეს კანონიერად, რომ მოხდეს ეს თანამშრომლობა. ძალიან რთული საკითხია. ეს შეიძლება იქნება მოახერხოთ რაღაც პიროვნულ დონეზე, იმიტომ რომ მათ თამაში აღარ აქვს და რაღაც და აი ეს განცხადებები რაც გააკეთა და გრძნობს. ძალიან ბევრი კითხვებია. ეგ და მე ფოტოშორის არ მაქვს ესეთი განმარტებები ახლა რომ თქვენ დაგიმაყოფილოთ. მე თვითონ გამაჩნია უამრავი კითხვა ვარ დაგიმაყოთ. როგორღაც უნდა მოახერხოთ და გამოვიდეთ სიტუაციიდან. შეიძლება კრიზისიც კი შეიქმნას რაღაც ეტაპზე. მაგრამ მე მგონი ამასაც ავწდებით ამდენადაც მატერიალურად ძალა აღარ აქვს. ესენი მართავდნენ მხოლოდ მაშინ და მაშინ იყვნენ მაგრები, როდესაც ოპონენტი არ ყავდათ საერთოდ. ასეთ პირობებში მე მგონი მას აი დღევანდელი მისი განცხადება ძალიან გავს იმას, რომ გააცნობიერა რეალობა და მე არ მგონია, რომ მან რაღაც კანონიერებით კიდევ რაღაც ძალაუფლების გავრცელება დაიწყოს და მოახერხოს. მე მგონი, რომ მოახერხებს გადადგომასაც თვითონ ესეც წარმოდგენა მაქვს, რომ თვითონვე მოახერხებს დღევანდელი განცხადების შემდგომ მისი სწორი ნაბიჯი, ერთადერთი სწორი ნაბიჯია, რომ მან დაწეროს განცხადება და გადადგეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. ეს რაღაც კითხვა დამისვით მე გპასუხობთ, მე მას რჩევას აღარ ვაძლევ, მაგრამ თუ გნებავთ, თუ ტელევიზია და პირდაპირ გადაცემა, მე მას რჩევები ბევრი მიმიცია, კიდევ შემიძლია ერთი რჩევაც მივცე, რომ რაღაც შეძლო მან ესეთი განცხადების გაკეთება დღეს. მისი შემდგომი ლოგიკური სწორი განცხადება ის ქაოსი რაც მან შექმნა კონსტიტუციაში მას თამაში მაინც აღარ აქვს, ის მაინც ვერ გააგრძელებს ძალაუფლებას, არ აქვს ამის შანსი. ერთადერთი სწორი სვლაა, რომ თქვენ კითხვას პასუხი გაეცეთ, ყველაზე მარტივი, რომ თქვენ პასუხი გაგცეთ და გადაწყვეტილება ყველაზე იური ჩვენთვისაც იქნება, რომ
მან კიდევ ერთი სორისვლა გააკეთოს და დაწეროს განცხადება და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები და ყველაფერს ამით ბოლო მოეღება და დაესვა. სხვანაირად ძალიან რთული პროცესია, მაგრამ მას თამაში არ ექნება და ამიტომ მე მგონი რომ მას შეძლებს ამას რომ ესეთი განცხადებაც დაწეროს. Вы будете инициировать импичмент Саакашвили? Не знаю. Имея большинство в парламенте, вы можете это сделать? Не знаю, я не готов еще. Ჩემთვის უკეთესი იქნებოდა რომ თვითონ გაეკეთებიეს ნაბიჯი, ეს კიდევ ერთხელ მას სახეს შემონარჩუნებდა და კარგი იქნებოდა მისი მომავლისთვის პირადად. მე მის მომავალზე ვარ დაგიმალოთ დიდად არ ზრუნავ, თუმცა ნებისმიერი ქართველის დაკარგვის სურვილი არ მაქვს და კარგი იქნებოდა თუ მანაც მოახერხოს და თუ მოახერხებს და შესაძლებელი აქვს კარგი მომავალი გაიკეთოს, მაგრამ მე უფრო მეტად ზრუნავ ჩემს ქვეყანაზე და ეს მადარდებს აქედან გამომდინარე კარგი იქნებოდა თუ თვითონ დაწერდა განცხადებას და არა ჩვენ დავიწყებთ პროცედურების სხვადასხვა ტიპის. ხლა იქ არის ხოდები და არის რაღაც გზები რომ რაღაც ვაიზულოთ ან მოახერხოთ, მაგრამ ყველაზე სწორი და ყველაზე კარგი იქნებოდა რომ დამას დაეწერა განცხადება და გადამდგარიყო და დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ძალიან ლოგიკურია და სხვათაშორის მე მაქვს ამის მოლოდინი. არანაკლები ვიდრე მისი განცხადებისა დღევანდელი. უფრო აი დღევანდელი განცხადები, რომელიც აბსოლუტურად სხვა გზა არ ქონდა და ვალდებული იყო, მე მაინც ქონდა განცდა როგორ მოახერხებდა ეს, რომ ვიცი მისი ხასიათი, მაგრამ რაღაც ეს მოახერხა, მე მგონი შემდგომი მისი ნაბიჯი კიდევ უფრო იოლია, რომ მან დაწეროს განცხადება და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. თუ არა, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაც ცვლილები გვექნება და რაღაცებს მოვიფიქრებთ და მათ რეიცხვში არ გამოვრიცხავ, არაფერი არ გამოვრიცხოთ, თუმცა გეგმა არ გაგვაჩნია დღეს და არაფერი. А если он вам предложит пост премьер-министра? Представьте себе, Саакашвили вас вызывает. Да он не может мне ничего предложить, я могу только ему предложить уже. Нет, в этом году. Пока еще да. Нет, этот премьер-министр при такой конституции никакой роли не играет практически. Сейчас, пока до 1 января он имеет право... Имеет, согласен, да. მე ვფიქრობ, რომ ეს ვერ იქნება, это не будет полной развязкой. აუცილებლად იქნება ჩვენ უნდა მართოთ სიტუაციას, ეს ვეღარ მომართავს სიტუაციას და გაწვალდება ტყუილად, მე მგონი. ტყუილად თავი არ გაიწვალოს და დაიტანჯოს, მე ვფიქრობ, რომ მას სორისვლა აქვს, ერთადერთი სორისვლა აქვს, რომ დაწეროს განცხადება და გადადგეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. ეს არის ერთადერთი სორისვლა ჩემი აზრით. სხვა შემთხვევაში ჩვენ იქნება ბევრი პრობლემა, მაგრამ did you say point elections? Did they have the president to resign and then, the early presidential election? ზუსტად ეს მაქვს ხედულობაში, რომ გადადგეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. და ამით კონსტიტუციაში რაც არის პრობლემა, კონსტიტუციური პრობლემა, რაც არსებობს. ეხლა არსებობს ტიპიური კონსტიტუციური კანონმდებლობაში არის რაღაც ორ ხელისუფლებიანების გავსი. და რაზვიასკა მაგათ შორის ეხლა თუ ეს რეალურად რომ კანონიერი თანამშრომლობა მოხდეს პრეზიდენტსა და ახალ პარლამენტს შორის ძალიან რთულია სიტუაცია. აი კანონი არის გადახლართული ერთმანეთში და ძალიან რთულია. ძალიან ბევრი შეცდომებია. ერთადერთი სწორი როგორც კი გადადგება და პრემიერ-მინისტრი, ახალი პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციით აირჩევა, ყველაფერი ჩადგება ნორმაში. Пожалуйста, New York Times, можно передать? I wanted to ask, there's still a very large part of this population that is loyal to Mr. Saakashvili, and just listening to you today, it raises the question: how can you be a leader who will be able to unite the entire country if you regard Mr. Saakashvili with such contempt? ის რომ სააკაშვილის ხალხს მომხრეები, მე მგონი ეს ქვეყნის გაერთიანებას ხელს არ შეუშლის. თუ თქვენ ხედულობაში ტერიტორიული მთლიანობის საუბრობთ, ნაკონდა ხედულობის. არა, მე მგონი რომ ხალხის გაერთიანება ჩვენი მხრიდან ეს დააფუძნა სააკაშვილმა და მისმა იდეოლოგიამ, რომ ის ებრძვის განსხვავებულ აზრს და ებრძოდა დიდი ხნის განმავლობაში. დაუფარავად მოიხსენიებს ხალხს სააკაშვილის შევარდნაძის მთავრობაში მომუშავე ან წინა ხელისუფლებაში მომუშავე განსხვავებულ აზრს ზდევნის და ესე შემდგომ მე არ ვხედავ პრობლემას რომ ხარდამჭერებთან ჩვენ პრობლემა გვექნება. მე ბევრჯერ განვაცხადე და დღესაც შემიძლია გავიმეორო. ის ვინც უჭერდა სააკაშვილს და უჭერს დღესაც ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ისეთივე საქართველოს მოქალაქეები არიან როგორც ჩვენი მხარდამჭერები და ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვიკადრებთ და ვერავინ ჩვენს გუნდში ვერ გაბედავს რომ ამ ნიშნით განასხვავოთ საზოგადოების რომელიმე წევრი.
ჩვენ არ განვასხვავებთ და არ ფიქრობთ რომ ისინი სხვანი არიან. ისინი არიან ისეთივე ჩვენი მოქალაქეები როგორც ჩვენი მხარდამჭერები. ამ ხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობს. Thank you very much for Thank this you. very interesting press conference. Thank you. Goodbye. Спасибо, очень приятно с вами познакомиться. Я очень много смотрел ваши передачи, поэтому мои журналюги очень приятно.